სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდის ასულისაითა. ბავშვური სიხარულით ივსება ჩემი სული, რომ კიდევ ერთი მონახულება მოხდა ღვთისმშობელ მარიამის მიერ ჩვენ ცოდვილთა და ულღისთან. ხებელობაში ყავს ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ მარიამისა, რომელიც ახლად გამოწერილია ჩვენი 4 ტაძრისთვის, რომელსაც ქვიან სახელდებით ყოველთა დედოფალი, ანუ პანტანასა, სიმსივნეთა კურნალი, მაგრამ იგი კურნალია არა მარტო სიმსივნის, არამედ მრავალთა სხვათა, მათ შორის სულიერთა დიდი შეწევნა წინაშე თავისი ძისა და ღვთისა ღვთისმშობელ მარიამს. ეს მისი მონახულებანია. ყველა ის სასწაულები, კურნებანი, თეოფანია გამოცხადებები და მათ შორის წმინდა ხატები, სასაუთმოქმედი, რომელიც კი ქვეყანას ამასზე და გამოვლენილა თიური სულგრძელებითა და კაცთმოყვარებით ღვთისმშობელ მარიამის მიერ და მათ შორის როგორც ვთქვით, წმინდა და სასაუთმოქმედი ხატები. ქონდა სიხარული 2000 წლის დასაწყისში ჩვენს რამოდენიმე სულთან ერთად ყოფილიყავი წმინდა მთაზე, რომელიც ესევე როგორც ღვთისმშობელ მარიამის ისევე როგორც ივერია ღვთისმშობელ მარიამის წილხედრი არის და მათ შორის ვიყავი ტაძარში იმ 20 სავლანეში, რომელიც მნიშვნელობით და რიგით მეორეა ვახტობედის მონასტერი, სადაც ორიგინალია ამ წმინდა ხატის დასვენებული ყოველთა დედოფლისა და მელოცა ცოდვილს. როდესაც ჩვენ დაუჯდომელის გალობა დავიწყეთ, ჩემ და უნებურად ჩემს სარწმუნოებრივ ცნობიერებაში იფეთქა ბიბლიურმა რემინისცენციამ. მას ჟამსაშინა, როდესაც შეჰქონდათ, ესე იგი წმინდა ქალაქში კიდობანი უფლისა, როგორ ბავშვით ხტოდა და კრთოდა დიდი მეფე დავით წინასწარმეტყველი. ეს იმდენად ყრმებრივი იყო და მიამეპური, რომ თვით დედოფალმა დასინა მას. როგორც ბავშვი კრთიო, ამ დროს მეფე ხარ, სახე ხარ ერისა, გიმზერე, მას არ შეეძლო გაეგო იმ შინაგანი სიხარულისა, რომლითაც აფსილი იყო დავით მეფე ღვთიური დიდების და მისგან მონახულების გამო. ესევე როგორც დღესაც მართალია ეს ხატი კვირა დღეს ვაკურთხეთ საღვთო ლიტურგიის შემდგომ და პირველი პარაკლისი, მცირე პარაკლისი აღევლინა მის წინაშე, მაგრამ დღეს ასე ვთქვათ, უფრო სისავსით და დაჯერებით ვილოცეთ ესე იგი მისი დაუჯდომელის საგალობების მიერ. მე გითხრათ სიმართლე არ მეგონა დღეს არის სადაგიტყი, ამდენი თუ მოვიდოდა თქვენგან სხვადასხვა სამრევლოებიდან, მათ შორის ჩვენი მრევლიდან. მართალია კვირას გამოვაცხადეთ წირვის შემდგომ, რომ პირველი დაუჯდომელი აღევლინებოდა ამ დღეს, 4 შაბათს, მაგრამ არ მეგონა გითხრათ სიმართლე, რომ ეგრევით არის სიმრავლე იქნებოდა თქვენი მორწმუნე ერისა. მადლობა და დიდება უფალს. ესეც ღმერთის დიდება, ესეც მისი ყოვლადწმიდა დედის დიდება, ესე ჩვენი ცხონებისათვის არის ღვთისაგან მოვლენილი და დაშვებული. როგორც გითხარით, ორიოდე ქადაგებისა საუბრის წინ, გულითადი სურვილი მაქვს, ძველ ქართულად ამას მურაზი ქვია, გულის მურაზი, რომ შეიქმნას კიდევ არაერთი სასაუთმოქმედი ამ ხატისა. შემდეგი იქნება, როგორც გითხარით, ბარძიმის შეუსმელი, მერმე დავიწყერა თარგმნა დაახლოებით 21-22 ხატში ამოვარჩიე განსაკუთრებულად სახელგანთქმული, ასე ვთქვათ, ხატები და სასაუთმოქმედი ღვთისმშობლისა. დავიწყეთ ესე იგი დაუჯდომელის თარგმნა სლავურიდან წარწმედულთან მოძიება. ეს განსაკუთრებულად მძიმე ცოდვილებისათვის აღევლინება, ეს დაუჯდომელი და საერთოდ ყველანი ცოდვის ქვეშა, ყველა საჭიროებს კურნებას სულისა და ხორცთაი თანაბრად. და ღვთისმადლით მერმე შეიქმნება ასევე ხატი წარწმედულთან მოძიება. შემდეგი ერთ-ერთი უპირველესი იქნება მე ვარ ღვთისმშობელ მარიამის ეს ხატი და ასე შემდეგ, რამდენადაც ღმერთი შეგვეწევა. დღეს სარწმუნოებასთან სურდა საუბარი შესახებ იმისა, რომ ღმერთი, რომელიც ამ სოფლად მოვიდა გარდამოხტარა ზეციდან დედამიწაზე ჩვენი საცხოვრებისათვის, მოვიდა პირველყოლთა წარწმედულთა და ცოდვილთა მოძიებად და ცხონებად. როგორც უფალ მერტკერძო საუბარში დასწინა, მართალი ისედაც ცხონდება, ანუ ის მადლი, რომელიც ღმერთმა მისცა, მას აცხოვნებს. თუმცა აქვე მინდა დავზინო, რომ თავით ვიცით ვერავინ ვერ ცხონდება. რაოდენ წმინდათაც არ უნდა იცხოვროს, ღმერთის შეწევნის გარეშე ადამიანს ცხონება არ დაუსწრებს. ვერც იქნება წმინდა მისი შეწევნის გარეშე.
მე მეცად გეტყვით ესაია წინასწარმეტყველიდან ანგელოზებზე ამბობს უფალი, რომ მათი სიწმინდე არის ის ჩვარი, რომელიცაც დედაკაცი ხმარობს წიდოვანებაში. დედათა წესის დროს რომ ხმარობს ჩვარი, რომელიც სისხლში და ესე იგი არის ამოვლებული და სველი, აი ეს არის ანგელოზების სიწმინდე, ღმერთთიური სიწმინდის წინაშე. თუ ეს ითქმის ანგელოზებზე, ჩვენზე რაღა უნდა ვთქვათ? ჩვენ უნდა ვთქვათ ის, რაც უფალმა გვასწავა, მატლ და არა კაც. და დიდება უფალს, რომ მას ნებავს ჩვენაირი მატლის ხონებას. რატო? პირველ ყოვლისა იმის გამო, რომ ქნული ხელთა მისთანი ვარ, მისი შექმნილები ვართ. ეს მისი ქმნილება არის. მას უყვარს თავისი ქმნილება, რადგან სიყვარულით ქმნით და არარაობისაგან ცასა და ქვეყნას, არა მარტო ადამიანს, ანგელოზსა და მათ შორის რა თქმა უნდა ადამიანსაც. მეორეც იმიტომ, რომ ის არის ბუნებით სიყვარული. არ შეუძლია არ უყვარდეს. მეტადრე თავისი ქმნილება და არა უბრალოდ ქმნილება ადამიანი მისი შესაქმნისა, არამედ ადამიანი არის გვირგვინი ამ შესაქმნისა. ყველაზე მეტად უყვარს მას ადამიანი. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი განთიადის ვარსკვლავი ლუციფერი, რომ ესე გაუუცხოდა ღმერთს და დაემტერა. მან იგრძნო, რომ ადამიანი განსაკუთრებულად უყვარს ღმერთს. ესე იგი, როგორი ღირსება მოუცა, როგორი დიდებით შემოსა უფალმა პირველშობელთა სახით, რომ არა მარტო სული, სხეულიც კი ღვთის დიდებაში იყო ჩვენი და იყო უხრწნელი და უკვდავი და როგორ დავშორდით ღმერთს, რომ ჩვენი სხეულიც ხრწნადი გახდა ცოდვით დაცემის შემდეგ და სულიც კვდება, თუ კი წმინდად არ ეცხოვრეს ქრისტეს მაღალი და ნეტარი მცნებებით. წადით და ისწავლეთ, ამბობს უფალი, წყალობა იმ ნებავს და არ ამსხვერპლი. დღეს 1000 სისულელით, აბსურდით, ესე იგი, გართულ ადამიანს და დაკავებულს აღარ უნდა იფიქროს არც შევოქმედ ღმერთზე, არც საკუთარი სულის უკვდავებაზე და არაფერზე, რაც ღმერთს უკავშირდება. რადგან თავადი ამ სოფლისა, სწორედ ჩვენ გახსენებული დაცემული ანგელოზი ლუციფერი ყველანაირად ცდილობს, როგორც უფალმა თქვა და იაკობ მოციქულმაც, გარდა მოხდა ვითარცა ელვაი ცით-გამო და მიმოვალს და როგორც ყვირალი ლომი და ეძებს ვინჩთან დგას. ესე იგი, დღეთახამ გამუდმებით იქიდან აქამდე დაცემიდან დღემდის და გავიდა ათეული საუკუნები, სული მის მცდელობაშია, როგორც დაღუპოს ადამიანი. ის არ იღლება. ის ზეციური ძალი იყო, ანგელოზი იყო, როგორც მინდა მამები განმარტავენ, მას წაართვა დიდება, როგორც უმაღლეს ანგელოზს, მაგრამ დაუტოვა ძალა. მას დიდი ძალა, დამანგრეველი ძალა, მაგრამ მისი დიდი ძალა არაფერია ღვთიური ყოვლადძლიერების წინაშე. და არა უბრალოდ ღვთისა, არამედ თვით ანგელოზსა და არა უბრალოდ ანგელოზთა, არამედ წმინდათაცა. წმინდანების წინაშეც ზრწის, აი აქ ჩვენ სადაც მამა გაბრიელის ტაძარში ვდგავართ, ხელმართლით ჩემთან ზემოთ დასვენებულია ხატი წმინდა მღვდელმოწამე კვიპრიანესი და მოწამე იუსტინასი. მე მინდა გაჩვენოთ საყვარელ, ამაზე საგანგებოდ არ ვფიქრობ, უბრალოდ გონებაში ამომიტივტივდა ეს ხატი ამ სიტყვასთან კონტექსტში მიმართებაში, თუ როგორ დაამარცხა 14-15 წლის ქალწულმა არა უბრალოდ ეშმაკის ანგელოზები, ათეულობით და ლეგეონობით, არამედ თავად სატანა ეშმაკი. ანუ მე ამ სიტყვის დასტურად მომაქვს ეს მაგალითი, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს, არ უბრალოდ წმინდანს, თვით მორწმუნე ადამიანსაც კი, რომელიც ჯერ არ არის შერაცხილი წმინდანებში და ცხონდება თუ არა ერთი ღვთიურმა განგებულებამ უწყის. მას შემსაშინა ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობდა ერთი ცნობილი მოგვი, კითხავი, გრძნეული, კვიპრიანე, რომელსაც უდიდესი გავლენა ჰქონდა მთელს ქალაქზე. თუ არ ვცდები, ილიოპოლი იყო ეს ქალაქი და ბევრი მიეშურებოდა მისგან, ჯერ კიდევ წარმართობა ყავოდა, ქრისტიანული თემები არსებობდა, მხოლოდ ცალკეული და ისიც იდევნებოდა. და ესე იგი, ერთხელაც ერთ-ერთ გარყვნილი გულის ჭაბუკს, თავარს, დიდებულს, მოეწონა ერთ-ერთი ქალწული, სახით, ჰაბიტუსით, ესე იგი, და გადაწყვიტა, რომ მოენადირებინა. ის ფიქრობდა, რომ არანაირი დაბრკოლება ამ გზაზე მას არ ექნებოდა, მაგრამ შესწდა. ვერც ლიქნით, ვერც ქრთამით, ვერც საჩუქრების შეთავაზებით, ვერანაირად ვერ შეძლო მისი მოხიბლა.
ბოლოს იქამდე მივიდა თავის უგუნურებაში ეს თავადი, რომ შესთავადად ცოლად გაჰყოლოდა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო, გაუგდა, არ იცოდა რა გაეკეთებოდა, საგონებელში ჩავარდა და იმ მოაგონდა, რომ მათ ქალაქში არის ვინმე გრძნეული კვიპრიანე, რომელსაც უდიდესი ძალაუფლება აქვს მინიჭებული, როგორც თავად ფიქრობდა ღვთისაგან, სინამდვილეში კი ეშმაკისაგან, რომ გავლენა მოეხდინა ადამიანზე და მათ თითქოს სვებეთზე და ერთხელაც იახლა დიდძალი ოქროთი შესთავაზა და სთხოვა, მხოლოდ ერთ რამეს სთხოვა, თუ ამ ქალწულს ვერ დამიმორჩილებ, ცოლად მაინც გამომყვეს. კვიპრიანემ ღიმილეთ ბაგეზე აღუთქვა დახმარება. ეს მისთვის არაფერს არ წარმოადგენდა, ასე ფიქრობდა ის. ასე განემარჯვებინა ადრეც მრავალჯერ სხვებზე და სხვებზე, მაგრამ ამჯერად შესდა. ჯერ ერთ ეშმაკს მოუხმო და სთხოვა, რომ სიბილწით აევსო ამ ქალწულის გული და ესე იგი დამორჩილებოდა იმ თავადაშვილს, მაგრამ ვერ შესულა. შემდეგ მოუხმო ორს, სამს, თქვენ იცით რომ ეშმაკებიც არიან დაყოფილები 5-ეულებად, 10-ეულებად, 100-ეულებად, 5,000-ეულებად, 10,000-ეულებად, ლეგეონებად. ლეგეონი არის რამდენიმე ათასი, ესე იგი მრავალი ათასი. და ბევრის ბევრს. ყველას ლამის დაცალა ჯოჯოხეთი, მაგრამ ვერ შეძლო პატარა ნორჩი ყმაწვილის თუნება. და ბოლოს მოუწოდა თავად სატანას და უთხრა, დაემუქრა. ესე იგი როგორ ახლო იყო ეშმაკს, რომ აი როგორც მე თქვენ გიმზირთ, ასე ხედავდა ის ეშმაკს და მის ანგელოზებს. თუ შენ არ შეგიძლია ამ ხარმის დამარცხება, მაშინ რატომ უნდა ცეთაყვანი შენ? და უბრძანა პირდაპირ სიშლეგეში ეშმაკს, რომ შებრძოლებოდა ქალწულს. ვერანაირად ვერ ძლია თვით ეშმა. და ეს რომ კვიპრიანებს შეიტყო, გაიტანა საჯარო საგრძნეულო წიგნები და დაწვა კოცონში. და თავად ჩუმად ღამით ქალაქის მცხოვრებთ რომ არ შეეთხოთ, ესე იგი მიადგა ამ ქალწულის სახლს. დარეკა კარებზე, ქალწულმა იკითხა ვინ იყო, უპასუხა, შეაყო კარები, შევიდა და კითხა ერთი რამ, რა ძალა გაქვს? შემიძლია მთელს ქალაქზე ვიმოქმედო. ყველა ეშმაკის ანგელოზე, თავად სატანაზე, მას თხოვო, ჩემი სურვილის ასრულება. და რა ძალა გაქვს? ასეთი, რომ ვერას გზით და მათ მიერაც ვერ გძლიეს შენ. მაშინ დევნა იყო ჩვენი სარწმუნოების, ამიტომ ქალწულის დუმდა და არაფერს ეუბნა, მაგრამ რა კი დაჟინებით თვითყოდა და მუხლზეც კი დაუდგა ამ ქალწულს, მაშინ კი არ დაახმარა და აღიარა, მე ქრისტეს ხევალი ვარ, მისი საზრო ვარ, საზოგადოდ ქრისტესელი ქრისტიანები დაწინდული ვართ ჩვენ ზეციურ სიძეზე, იესო ქრისტესზე. ამალთ იგავიც მოგაგონდათ რა სიძის მოლოდინში 10 ქალწული რომ იყო და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით აქედან გამომდინარე, იგი არის სათათა ქვეყნის შემოქმედი, თანაარსი მამისა და სულიწმიდა ღმერთისა, შენ არ ძალით და არ ჩვენს თავარს ეშმაკს, ჩემ ცოდვილის ძლევა. იმ ღამით სახარება უხადაგა უმთავრესი მცნებები ივლიტამ კვიპრიანეს. კვიპრიანესზე ძალზე დიმოქმედა ღვთის სიტყვა. მან განაგდო გრძნეულებანი, დატოვა ეშმაკი და შეუდგა ქრისტეს. ქრისტიანი გახდა და იმდენად წარემატა სულიერ ცხოვრებაში, რომ მდელთავარის კი შეიქმნა ქალაქ კართაგენის, ერთ-ერთი დიდი ქალაქი იყო იმჟამად. და არა უბრალოდ მდელთავარი შეიქმნა, ეწამა კიდეს ქრისტესთვის, ანუ ქრისტეს უმაღლესი, უმწვერვალესი მცნება აღასვლა. სულითვისი დასტვა ქრისტესთვის. და დღეს აქ ძალმოსილება ღვთისგან მიღებული, რითაც აცდუნებდა და იმორჩილებდა ხალხს, მათ ამისგან ანთავისუფლდა. მას აქვს კადრიერება, ესე იგი რომ გრძნეულებისაგან, ჯადოქრობისაგან, გრძნეულება იგივე ჯადოქრობაა, ჯადოსნობა, გაანთავისუფლოს ადამიანს ღვთის სარწმუნოებით. აი ხალხულსაც და თავად კვიპრიანეს. ამ ხატს რაც შეეხება, აქ რომ არის მამა გაბრიელის ტაძარში დასვენებული, ეს ხატი შეიქმნა იმის გამო, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა ძველმა სულიერმა შვილმა დიდუბის ტაძარში შემბრეული იყო, რომელიც ამერიკაში დიდხანს ცხოვრობდა, თითქმის 20 წელიწადი მეტი, დაბრუნდა ღვთისმადლით საქართველოში, უკვე რამდენიმე წელიწადია. გამომიგზავნა წმინდა ნაწილები, ჩვენს პატრიარქსაც გაუგზავნა რამოდენიმე მოძღვარს და მათ შორის მე როგორც ჩემ თავის პირველ მოძღვარს არაერთი წმინდანის ნაწილები ვივიღეთ. აი ლუკა მახარებელი გადმოიღეს, მათი მახარებლის ნაწილები, კლეოპასი, იოანე ნათლისმცემლის
ყველაზე დიდი სიწმინდე რაც მისი ხელით მივიღე ეს იყო ის მაგიდა რომელზეც ქრისტე მაცხვარმა სიონის ქორეცე თავდაპირველად აზიარა თავისი მოწაფეები შეიქმნა შესაბამისი ხატები ყველა წმინდანების მათ შორის საიდუმლო სერობისა ჩასვენდა ეს ნაწილები იმ მაგიდის ნაწილი და დასვენებულია აღდგომის ტაძრის საკურთხეველში და განსაკუთრებულ დღეებში როცა მაგალითად დიდ ხუთშაბათს როცა დიდი სერობის ხსენება გამოსვენდება ხოლმე საკოლოთაო თაგვანისმოსათვის აც იცოდეთ დღეიდან რომ ეს ხატის ყვან კვიპრიანესი იუსტინას და აქ შეიძლება დღეს სამწუხაროდ როგორც იყო ნაწინასწარმეტყველები ბოლო ჟამს მაგალითად ეტარი პელაგია რიაზანელი ამბობს ბოლო დროს დიდად გავრცელდება ჯადოქრობა რა შორს წავიდეთ აგე ტვინამღვრეული ხალხი რევოლუციონერები პირველი რევოლუცია სატანა იყო ესენი არიან მისი მოწაფეები ისიან თუ არ იციან უკვე აშკარად ოკულტურ რიტუალებს ატარებდნენ რუსთაველზე სადაც სისხლი დაითხა სადაც იუნკერების საფლავია საქართველოს დამოუკიდებლობისათვის რომ შეეწირნენ და თავისუფლებისათვის სადაც 9 აპრილს დაიქმნენ ქართველები იქ დღეს ამ უკუღმართებმა ოკულტური რიტუალები აღასრულეს აი სადამდეა დაცებული ჩვენი ერის ერთი ნაწილი მაგრამ მეორე მხრივ დაუკვირდით რა კი სიტყვა მოიტანა საგვარეულო მე ხომ მათ ვეძახდი არადაცინით რა თქმა უნდა კონსტატირებას უკეთებდი სიმართლეს რომ ესენი ჩვენ გვეძახიან მონებს იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ღირსება შევინარჩუნოთ ქართული მენტალიტეტი ტრადიციები ოჯახი სამშობლო არ იყოს არც ჩრდილოეთის დაპყრობილი და არც დასავლეთის ალია და ჩალია ორივე თათარია გელის შემჭამს თუ მგლისფერი რა ბედენა რა მნიშვნელობა არ უნდა შერჭამოს გონიერმა მგელმა ესე იგი ეშმაკმა როლის თავის სრულ მოძღვრებებს ავრცელებს მათ შორის გლობალიზაციის და ეს სახით თვით იქაც კი ამერიკის ხელისუფლება შეიცვალა ესე იგი სიგიჟე უკიდურესობა და გარყვნილება უწოდეს რასაც თავს ახვევდნენ მათ შორის აი უცაიდიდან ფული მოდიოდა მთელი ტრანშები ფულის რისთვის უკვე თვითონ ამბობს ამერიკის აწინდელი ხელისუფლება საზოგადოების გარყვნისთვის LGBT თემს უხათ ამარაგებდნენ ფულით და პროპაგანდა აგიტაციას იმიტომ უნდა პარადების ესე იგი გამართვა და ის არის მათი დიდი გამარჯვება იქნებოდა და გადაედებოდა ეს ახალგაზრდა ახლა მე და თქვენზე ისინი გავლენას ვერ იქონიებენ მაგრამ არ უყოთ ამ ახალგაზრდებს ჩამოუყალიბებელ ახალგაზრდებს ყრმებს გარდატეხის ასახში როგორც ჯერ კიდევ ძველი ფილოსოფოსი პლატონი ამბობდა ახალგაზრდა კაცის სული გავს სარიელ დაფას რასაც წააწერ იმას იტვირთავსო ანუ ქართულად რო თქვა სარიელ ქვევში რასაც ჩაასახებ იმას ამოგძახებს და ამ გავლენის მოპოვება უნდა რატომ სწორედ ტირუკოლის ახალგაზრდა იმიტომ რომ თუ ახალგაზრდებს დაიმორჩილებს იმერს მომავალი არ ექნება დიდი მცდელობები იყო ჩვენგან წარსულის დავიწყების გაშარჟება ჩვენი დიდი მეფეების თამარის დავითის ვახტანგ გორგასალის ეს მასხარები გახსოვთ რა ფერაუცრაური დრო მოვიდა აი ნახეთ ის რომ გლობალისტები მართავენ სინამდვილეში ეშმაკის მსახურნი თევს დამიწასე ესე იგი აბა თუ ქვეყნებს მოვლენებს წარმართავენ და სხვა საიდან ჩას უკრაინაში დააყენეს მასხარა პირდაპირ შუტ პირდაპირ იგაგები მასხარა იყო პროფესიით და დღესაც მასხარა ამერიკაში ჩუასუსტი ადამიანი კი არ დავცინი ასე კიდე იყო ჩუასუსტი დემენცია ჰქონდა დაწყებული ვერ დადიოდა წესიერ ყოველ სამნაბიჯში ეცემოდა ავისყდებოდა სათუნა გასული იყო ეგრეთ წოდებული სიტყვის შემდეგ რომელიც ხშირად ეწერა დახაზული ჰქონდა სქემები რომელ კარებში გასული იყო გამოსვლის შემდეგ ამით რასაჩვენებდნენ გლობალისტები რომ ეს არის ფორმალობა პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრი ჩვენ მართავთ მოვლენებს აი თუნდაც მასხარას მიერ ამ ჩუასუსტის მიერ და ასე შემდეგ და აქ ჩვენთან წააწყდნენ სრულიად მოულოდნელად სადაც თურმე დახარჯეს უკვე 42 ბილიონი დოლარი წინააღმდეგობას ესე იგი ამხელა ფული დახარჯეს და ხელიდან ეცლებათ ქვეყანა გავლენა საბოლოოდ ვერ მოიპოვეთ რატომ კიდევ გითხრათ შეგახსენებთ რაკი მორწმუნეები ხარ წმინდა მამათა წინასწარმეტყველება ბოლო დროს ღვთისმშობლის წილხედრ ივერიაშიც იქნება ხანმოკლე ბრძოლა ანტიქრისტეს რეჟიმი რო დამხარ ამ პროცესში ვართ რომ იცოდეთ თქვენ გამოიღვიძეთ მაგრამ როგორც ასეთი სატანა წარმატებას საბოლოოდ იქ ვერ მიაღწევს აი ეს მოხდება აქ თქვენ რომ იცოდეთ ისეთი დღეები დაუდგებათ ჩვენს მტრებსაც დასავლეთსაც და ჩრდილოეთსაც თავი თავად ექნებათ გადასარჩენი
ისინი ეტლებით, თუნებით, მზაკრობით, ულტრათანამედროვე იარაღებით, დოლარებით, ევროებით ჩვენ უფლის აქვთ ისა ჩვენისა სახელით და ავსგებით და აღვემართეთ. აი ზეციური დედოფალი, ჩვენი საფარველი. ეს წინასწარმეტყველება ეკუთვნის ლავრენტი ჩერნიგოველს. ეს უკაცრავად. იტყვიან რომ ჩვენ რუს წმინდანებს არ ვაღიარებთ. რუსოფობები არიან. კეთილი. მე მინდა დაგიზუსტო გაუნათლებელო რომ ლავრენტი ჩერნიგოველმა კი არ წარმოთქვეს წინასწარმეტყველი ლავრენტი ჩერნიგოველმა წაიკითხა ეს მოისმინა და ჩაიწერა. ვისგან მოისმინა? ემუქ წინასწარმეტყველი ეჩვენა, მთელი ღამე საუბრობდნენ მასა, მონოზონი უსმენდა ქვედა სართულიდან. მთელი ღამე აშკარად ეჩვენა, არა ზმანებით და არა სიზვრეულად. მთელი ღამე მართალი ემუქი და იოანე ორი ყველაზე უფრო დიდი წინასწარმეტყველი გამოეცხადა მას და ესაუბრებენ ბოლოს შამს რა მოვლენები განვითარდა მათ შორის რუსეთში დასავლეთს რა დაემართება და იქვე ახსენეს ღვთისმშობლის წილხვედ რიბერიანი. რატო გადარჩება? როგორი დიდი ესე სუპერ სახელმწიფოების დაწოლის ქვეშ არის და მაინც ფეთქავს დღეს ქართული გული. ქართული შეხედულებებით, სარწმუნოებით და ესე შემდეგ. მოკლედ უშუალოდ მამული ენა სარწმუნოებით. დაგვიფლით ეს თუ დაგვიგლიჩეს საქართველო და ქართული სული და გული ის მაინც ფეთქავს, ცოცხალია და გადარჩება. ღმერთის არაფერი შეუძლებელი არ არის. ხო და ეს დიდი წინასწარმეტყველები გამოეცხადნენ, ამცნეს მათ შორის და რატო გადარჩებაო? თავად განმარტეს, რადგან ამ მხარეს ღვთისმშობელი მარიამი იცავს. თქვენ იცით საყვარელო ვინ არის ღვთისმშობელი მარიამი. აი ჩვენ გასულ ქადაგებებში გაგვით ვახსენთ მათ შორის ღირსი ეპისკოპოსის ილია მინიატის თხზულებიდან, ხობილიიდან, ქადაგებიდანაც კერძოდ რომ წმინდანების ლოცვა უფალმა ღმერთმა შეიძლება შეისმინოს, შეიძლება არ შეისმინოს, თავისი დიდი სიბრძნით უცხის. მაგრამ რაც შეეხება ღვთისმშობელ მარიამს, ის მოვალეს კია რომ დედის სურვილი შეისმინოს და აღასრულოს. გესმით ვისი მფარველობის ქვეშავა. თორემ ჩვენ წინაპრებს ახოვანება, გმირობა, ვაჟკაცობა, სამხედრო გამოცდილება თქვენი ხრიდოლი და მრავალი სხვა მქონდათ, მაგრამ ამან კი არ გადაარჩინა. პირველ ყოვლისა ღვთისმშობლის მფარველობა. კონკრეტული მაგალითები სხვა ქართლის ცხოვრებიდან შემიძლია მოგიყვანოთ. მოგოლებს რომ წაყვანილი ყავდა 12000 ქართველი სალომრად როგორ გადარჩნენ. უცხო თესლმა მოკლა მათი წინამძღოლი კარავში ჩუმატყავი ქართველებს რატო დაბრალდათ ქართველები? იმიტომ რომ ყველაზე მამაცი და ახუანიერი უამრავი დაპყრობილი ხალხები ყავდათ მონღოლებს ქართველები იყვნენ და მხოლოდ მათზე მიიტანეს ეჭვი. მათ ქონდა დიდი სამხედრო რჩეული იყო ჩვენი მხედრობისა ის ქართველობა 12000. შეეძლოთ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ებრძოლათ. მაგრამ ეს არ გააკეთა, არა იმიტომ რომ ლაჩრები იყვნენ. არამედ პირველ ყოვლისა მიმართეს იმას, ვისაც შეეძლო მათი დაცვა და დაფარვა. ბასილი დიდი საუნს კეთილს აიღს თუ ყოველ საქმეს ლოცვით დაიწყებს ქრისტიანთა ლოცვით წარმატება ექნებაო. ყველა როგორც ერთი გარდამოხდა ცხენიდან მუხლი მოიყარა აღმოსავლეთისკენ, აღაბყრეს ხელები და წარმოთქვეს ეს ცნობილი ლოცვა. მოწყალებისა კარი განვიღე კურთხეულო ღვთისმშობელია, რაითა რომელი ესე შეესალ არა დავესწრეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდეგ მტერთაგან, რამე თუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. მოხდა სასწაული. როდესაც მათ იმოცეს, იქ ლერქაშებში ჩამალული იყო ნამდვილი კვლელი. გამოეცხადა ღვთისმშობელი მარიამი და აიძულა, რომ გამოსულიყო. აიძულა როგორ ძალით კი არა. აი ხომ ხედავო, შენს გამო რამდენი მართალი სული უნდა მოწყდესო. და ისეთი დიდი გავლენის ქვეშ მოექცა, ისეთი თავდავიწყებაში ჩავარდა, ადგა და რასაკეთებდა ხეირიანთ არცით გამოვიდა ლერქაშებით და დაიწყო ყვირილი, ძახილი. მე ვარ რომელმა მომკალი თქვენი წინამძღოლი. დაფლით ეს მონღოლებმა ის, ქართველებს ბოდიში მოუხადეს. აი რა ძალა აქვს ლოცვას, აი რა მფარველობა აქვს ღვთისმშობელ მარიამს და რამდენჯერ ყოფილვარ რომ ლომები მოდიოდნენ ჩვენზე იმპერიები და ღვთისმშობელ მარიამის გადარჩენა. იგი წარმოგზავნიდა ხშირად ამა თუ წმინდას მათ შორის დიდგორში ჩვენი დიდი მოწამე ძლევაშემოსილი კაბადოკიელი ქართველი წმინდა გიორგი წარმოგზავნა და რა მოხდა თქვენ გახსოვთ. თავად თურქები ხედავდნენ თვალნათლივ რომ ქართველების წინ მათ სათავეში იბრძოდა დიდმოწამე გიორგი. ძლევამოსილი
გამარჯობა ლევაის საკვირველი როგორც ქართლის ცხოვრება მოწოდა მოიპოვეს მათ. აი ვის უნდა მივხვდეთ, აი ვის უნდა მივხვდეთ, აი ვისი იმედი გქონდა ეს დაკნინებული, ღვთისგან გაუცხოებული, ფულის მონები, ქართველები დღეს იმედს ამყარებენ ზოგი რუსეთზე, ზოგი ამერიკაზე. ეს არასწორია. ანგარიში უნდა გავუწიოთ ამ ძალებს, მაგრამ არ უნდა დავემონოთ. აც მათ იმედზე ვიყოთ. მათ აცმალავენ თავიანთი გეოპოლიტიკური, სტრატეგიული და ასე შემდეგ, ესე იგი, ბიზნესები. შერაში ჭირდება. შეიძლება მუშახელად დაგიტოვოს აქ თავისი განცხრომისთვის. და უკიდეც ეს გეგმები 10 მილიარდი მოსახლეობის 1 ოქროს მილიარდზე ეძახენ, ოქროს მილიარდზე ჩამოიყვანონ. არ მინდა ამაზე გამწვით ლაპარაკი არაერთხელ გვისაუბრია. მაგრამ ზოგიერთის ვისისია ეს საუბრები ჩემი თუ სხვისი შეაყარე კედელს სერჩი. მაგრამ ეს ჩვენ ნირს არ წაგვიხდეს. სანამ ცოცხალი ვარ, ღვთისმადლით მე ჩემით არც არაფერი შემიძლია, სიცოცხლის ბოლომდე ვიქადაგეთ ჭეშმარიტებას. და იმას, რაც განმზადდა ღვთისმშობელმა მარიამმა თავის წილხტომ, პირველი წილხტომი ქვეყანა აი მოთხიდა ივერიას. აი ვისი იმედი უნდა ქონდეს, აი რისი იმედი უნდა ქონდეს. ფულის იმედი, აგერ ფული შეგიძლია. ტრამპმა მოაწერა ბრძანებას ხელი 3 თვე ეს დაფინანსება შეწყდება საქართველოში. გახედეთ ქუჩაში როგორ შეცირდნენ ისინი. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს რომ ისინი არიან ფულის მონები. ფულის გამო გამოდიან და ქვეყანას ზიანს აყენებენ. ეხლა ცენტრალური მაგისტრალების გადაკეთვა უნდა დააკნინონ ეკონომიურად და ასე შემდეგ. ამაოა მათი მცდელობა. სირცხვილი მათ ამ ქართველებს ღმერთმა გულისხმა მისცეს და სინანული ამაზე უკეთესი რა უნდა უსურვოთ ჩვენ მორწმუნეებმა უწყლო ნაწილს ჩვენი ერისა. კაი არის ის სახარება არახარ მორწმუნე ისტორია მაინც აიკითხე რამ გადაგვარჩინა მაგრამ ისტორიასაც აბუჩად იგდებენ. მაგრამ რა არის არანაირი ოპერაციები არ აღმოხრის შეში შეუფერებელ გულისხმ მათ შორის გემოთმოყვარების და ნაყროვანების. ეს მორალურად ზნეობრივად უნდა დაამარცხო. რატომ კიდევ? იმის გამო რომ ეს ადამიანი რომ გარდაიცვლება, ეგ იქნება მე თუ სხვა, თუ აქვე არ დავამარცხებთ გულის სიტყვებს, სული რომ დატოვებს სხეულს, სხეულის თვისება სოდოს. ის ითხოვს ამას. სოდვით დაცემის შემდეგ. სხეული დარჩება მიწაზე, გაიხრწნება, სული წავაიქდა. რას წაიღებს თან? რაც ქონდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. გემოთმოყვარების გულის სიტყვები, სიძვის, ამპარტავნების, მრისხანების, განკითხვის. ეს ყველაფერი გახვება. რატომ იტანჯება იქ ჯოჯოხეთში? იტანჯება პირველ ყოვლისა და არა მარტო ამიტომ რა თქმა უნდა, იმის გამო რომ გულის სიტყვები გაყვა, აქ სურვილი მაგალითად ბევრი ჭამოს, მრავალფერი ჭამოს, ხორცი აღარ აქვს და ვერ იქმაყოფილებს. იტანჯება ამიტომ. თქვენ თავზე ხო გაგიცდიათ რაღაც რო ჩაგიფიქრებიათ, გინდა ძალიან და სიგიჟემდე მისულხათ, როცა ვერ იღებ. მე მინახავს ასეთების მათ შორის ტაძარში მოსულები. ვიშველი რამეო მამაო. გამომტყდობია. არ შემიძლია გათავისუფლე, არა და ვხვდები რომ უკვე ვიждები, მე მგონი ჭკვიდან გადავდება. ასეთების ყოფილა. გვიმოცია ასეთების. რა არის? ეს არის შეპყრობილობა. მონობა გულის სიტყვების მიმართ ეს არის ეშმაკეულობა, ეს არის შეპყრობილობა. აი მაგალითად გლობალური ხელისუფლება შეპყრობილია ძალაუფლების სურვილით. თავიანთი ცრუმესიის მოყვანით, რომელსაც ანტიქრისტე ქვია ჩვენს ენაზე, ქრისტიანებისა. ვიღაცა შეპყრობილია სიცვით. აგერ ვიღაცა ნარკომანია. მოსულან აქ ამ დღეებში შეიძლება აკაცდას ეხლა. ღვთისმადლი ჩვენი მრევლი გახდა. უტირია, უნდა რომ განთავისუფლდეს მარიხუანას ტყვეობისაგან. არის შვილების დედა ამავე დროს. და ვერ თავისუფლდება. და აი თქვენი ქადაგებები მოვისმენთ, იმედი გამიჩნდა. წამოვიდა ჩვენ ძალისაგან ვესაუბრეთ, დროთა განმავლობაში ის განეკურნება. მარიხუანას ვინც სისტემატურად მოიხმარ, ტვინის ქერქი ავადდება ამ ადამიანის. იშლება ბოლოს. ეს ყველა უნდა გაითვალისწინოთ. თქვენ ახლა დაუკვირდით როგორი ტაქტიკა აქვს ჩვენთან ბრძოლისა, ჩვენს თანამედროვე მტრებს დასავლეთიდან, ევროპა იქნება თუ შტატები. როგორი ტაქტიკა? შემოაგდეს სექსუალური რევოლუცია, ნარკოტიკები, ეგრეთ წოდებული თავისუფლებების და უფლებების ქადაგება, აი მაგალითად ისეთ სიგიჟემდე მივიდნენ რომ ამბობენ რომ სხეული ეს არის შენი სივრცე,
ეს არის შენი ავტონომია, ჩემი აი ლესბოსელი გოგონა გამოდის კალმით ნახატი, აი ცრებლები მომადგა რომ შევხედე იმ გადას. ბრალამაზი იყო და რას ლაპარაკობ თავრობის საკლის რამდენიმე წლის დემონსტრაცია პატარა 10-12 ლესბიანკა და მამათმავალი დგას და ამბობს რომ ჩემი სხეული ჩემია რასაც მინდა იმას გავუკეთებ. სხეულის ავტონომია, ჩემი სივრცე. და როგორ საგვარელო პავლე მოციქულო რომელიც წვერვალი 2064-ში აიტაცა და მეორე სახარება ქვია მის ეპისტოლეებს რომ გვასწავლის რომ რუშობა არის უმძიმესი ცოდვაში სასიკვდინე ცოდვაში შედის და ამბობს რომ ყოველგვარი ცოდვა კლავს სულს ადამიანის ეს ერთადერთი ცოდვა როცა სულთან ერთად ხორცაც კლავს რომელიც ტაძარია ნუ თუ არ იცით სული წმინდისა ესე იგი პავლე მოციქულის შესწავლა რომელიც საზრდოობდა ამ სწავლებითაც და მადლიდა ქრისტე მაცხოვისაგან, რომელმა 10 მცნებაშიც კი შეგვიტანა იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სწავლება, არა იმრუშო. ეს მოიცავს ეს ორი სიტყვა მრუშობის ყველა სახეობას, მათ შორის სოდომს, ტრანსგენდერობას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ ადამიანები ღმერთს უჯაყდებიან. ამბობენ, უყალო, შეიძლება სადღაც არსებობ გრუბლებში. მე შენ არ ცნო. ჩემი მამა არის სატანა და ეს გითხრა თავად ქრისტემაც თქვენი მამა ასეთებს ხედი რომ განართხა ქრისტეს ბულელებზე და მტრებზე თქვა თქვენი მამა არის სატანა ანუ მიმდინარეობს საყარელო გამოფხიზლება სატანიზაცია მთელი დედამიწის მოსახლეობის სხვანაირად ვთქვათ დეევანგელიზაცია სახარების სულისაგან და მსოფლმხედველობისაგან განთავისუფლება და ადამიანი რომ ღმერთს დაკარგავს, გაუცხოდება სახარებას, სწავლებას, რა რჩება? ხეთზე საშინელი არის. ადამიანები მართლაც შადიან ისეთ ცოდვებს, რომელსაც ხეთი პირუტყვი უბრალოდ იმიტომ ვერ მოიფიქრებს, რომ გონიერი სული არ აქვს. აზრეთაც არ მოუვა და სირცხვილის გამო ტაძარში დგავართ, მოძღვარი ვარ და მორწმუნენი, მათ შორის ქალბატონები და ქალიშვილები, ვერ ვიტყოდი რა ცოდვებსია, მაგრამ ალბათ მივხვდი. ამის პროპაგანდირება, ტირაჟირება მიდის პრესა, რადიო, ტელევიზიით. აი რითი გვებრძვიან ისინი. ყალბი იდეოლოგიებით, სოფლმხედველობებით, სრულსწავლებლებით, სექტების გამრავლებით და ასე თუ ჩვენ დავიდოთ რელიგიის საქმე და რაღაც დაწესებულება ეროვნულმა მოძრაობას უიადის რომ გააუქმა და ამათ აღადგინეს. ესე იგი წასული რეჟიმის რო სააკაშვილის აღადგინეს. ვის უფლებებს იცავს? ეგრეთ წოდებული უმცირესობის. ყველას უფლებებს იცავს და არა მართლმადიდებლობის. მართლმადიდებლური ქვეყანაში როცა შეიძლება მართლმადიდებლური საუკუნე მართლმადიდებლები ვარ. აი მაგრამ კონკრეტულ მაგალითს გეტყვი. ეკონომიკის სამინისტრომ, როდესაც ჩვენ მე და მამა იონე, ჩემი სულიერი შვილი იყო, დავიწყეთ რომ მონასტერი აგვეგო. მივმართეთ თხოვნით, გამოგვიყვეს, ესე იგი მუხადვერდის საფლავს მიღმა ტყეში ძალიან კარგი ადგილი მონასტრისთვის. პატრიარქის კურთხევა ჰქონდა. წარმოიდგინეთ. რელიგიის საქმეთა საბჭომ თუ რა ქვია, ამ დაწესებულებამ უარი თქვა. მან არის კიდე ერთი რა შენი საქმეა. მე რამდენი შვილი მეყოლება? 1 თუ 30. მე ხომ მეცნობ. მე მას არ დაუთმობდი, რომ მოვერიდე ჩვენს პატრიარქს. ყოფას უკირებდი მაგას. ვინ ხარ შენ? პატრიარქის კურთხევა მაქვს. ეკონომიკის სამინისტრო ხელისუფლებამ გამომიყო და შენ ვიღაც ხელოვნურად შეკოწიწებული დაწესებულება ეწინააღმდეგები ამას. თვის მადლი ჩვენ სხვა ადგილი ვნახეთ და ასე შემდეგ. აი ესეთი მდგომარეობა. ამან გააველმურა ჩვენი ხალხი სულიერად. ვეღარ ცნობ ქართველს. აი უცხოეთში წავიდა მაგრამ ქართველი დაბრუნდა შეხედა მეუბნები მამო ვეღარ ცნობ როგორ არის ქართველების შესულიერება. გარდა იმისა, რომ სამუდამოდ გარბიან საქართველოსთან. ზოგი გაჭირვებამ წაიყვანა, ზოგი ეს გასაგებია და მისაღებია. მაგრამ ვინც სამუდამოდ გაკიდეს, მე ვიცი ბევრი სახლკარი და წავიდნენ დასავლეთში საცხოვრებლად. უკეთეს პირობებში, ასე ვთქვათ. დედა, რომელიც დღეს ესე იგი ძალადობის ქვეშ არის, მისი დედა, თუ ჩრდილოეთიდან, თუ დასავლეთიდან, მიატოვეს. ზოგიერთმა როგორც მითხრა, როცა ყველაფერი კარგად იქნება, დღეს ის მღვდელია. რა მღვდელი ხარ? შენ რა მადლი უნდა გამოვიდეს მეთქი. ამას რო ამბობ, საქართველოს აქ დაბადებულ ტოლბილია სხვათა შორის აფხაზეთიდან. ჩვენი მრევლი. შევრისხე ალფეთქდი. შენნაირი წამხდარი ქართველები რა თუნდა ჩვენ სამშობლოს მეთქი. საერთოდ არ წამოხვიდე მეთქი. ორი ბინა იყიდა, იმას ვიღაცამ 3 იყიდა, ვიღაცამ 30 იყიდა. და რომ ზოგიერთი ვალებს იყის, ეს კიდე გასაგებია.
ესე იგი რა, როცა უჭირს დედას მიატოვებ, კარგად რო იქნება, მოხვალ და მე წილს მოსთხოვ მემკვიდრეობას. სამადლოდ მეზობელმა მოუაროს, დედმა მიშვილმა ვინმე მოუაროს, ვიღაცა მოუაროს. უკეთეს შემთხვევაში ფულს გამოუგზავნი და მოუაროს. და უბედურება ამასაც არ აკეთებს. დედას კი არა, ცოლ-შვილს არ აქცევენ ყურადღებას, ბევრი გაცეული იქ. შვილს რომ ამას გაუკეთებ და დედას, არათუ ქართველი არ ხარ, შენს თვალში შენ ადამიანიც არ ხარ, საქონელი ხარ. იმიტომ რომ პირუტყვი არ აკეთებს ამას. ნებისმიერი სახის პირუტყვი აიღე, თუ მიატოვებს თავის შვილს და თავს თუ არ გასწირავს მისთვის. ესე იგი რა, პირუტყვია რო ამბობენ. ეს გამოთქმა უნდა შეიცვალოს. ჩვენ უნდა ვთქვათ, პირუტყვზე დაბლა დგას. იმიტომ რომ პირუტყვი ამას არ გაკეთებს. არც ასე უკუღმართულად იმრუშებს. სოდომურად, როგორც ადამიანები იყვნენ. და არც დედას და არც შვილებს არ მიატოვებს. ცოლმა რა დააშორა, ცოლი რატომ უნდა შენ უფალი მოგკითხავს, ახალგაზრდა ცოლი რო დატოვე და იქ ქალებში დარბი ხარ თუ ვითომ ოჯახი შექმნე და სხვა შვილებს ამრავლებ. უფალი არ მოგკითხავს, რა სასტურის წინაშე დააყენე შენი ახლა მე ხო მათ აცარებებს ვისმენ. ზოგი მეძავი გახდა. ზოგი სასოწარკვეთილებაში შავრებ დეპრესიაშია. ორი მათგანი ვიცი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვდა მისი ქმრის ანსაქციელისა და ღალატის გამო. ერთი ორმა მეითხრა რომ შვილებს ვერ უყვებავდა, იძულებული იყო სხეული გაეყიდა. იმრუშა, მრუშობის გზას და ვის მოკითხარ თუ არა პირველ ყოვლისა ქმარს. პავლე მოციქულია მათთვის რა ავტორიტეტია, მაგრამ ჩვენთვის უდიდესი ავტორიტეტია. ცოლ ქმარზე ლაპარაკობს, შეუსაბსო. დედაკაცის სხეული არ არის მხოლოდ დედაკაცს, არამედ მამაკაცს, მისი ქმრისო. და ქმრის სხეული არ არის მხოლოდ ქმრის, არამედ მისი ცოლის. ორი ერთია გვირგვინობის საიდუმლოებაში. ესეც არაფრად აღარ მიაჩნია. არანაირი სინამდვილეში დადებითი ფასეულობები ასეთ ადამიანებს აღარ აქვს. ეგრეთ წოდებულ ახალ ქართველებს. შემოდის რაღაც სრულიად უცხო და ვერ ხდებიან ეს ბრიყვები და გონება შეზღუდულები, რითი ამარცხებენ და ებრძვიან ქართულ სულს. და დღეს აღარ უყვართ ეს შენი ქართული სული არ უყვართ, არც წარმომავლობა, ზოგს ერთხმინება კიდე, წასწებიც არის. მაპატიე პირდაპირ ვიტყვი, ზანგების კვარტალში ცხოვრობენ, აქედან რომ მიდიან, აქ ჩამოდიან და ზევიდან გვიყურებენ რა. აღარ მინდა უფრო დაწუნმანებით მოყვებით, რომ მათ საუბრებსა და ახსარებებსაც ვისმენ. ვინ არიან და რას წარმოადგენენ. ღმერთმა ყველა ამას სინანული მისცეს საცხოვნებელად სულისა. შენ წახვალ თუ წამოყვალ, წარწმედილი ქართველი. საქართველო გადარჩება, იმიტომ რომ ღმერთმა ინება. იმიტომ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხება აქვს მას. და არ შეუძლია უარი უთხრას უფალმა მის თხოვნას. და პირველ ყოვლისა რა თქმა უნდა ღვთისმშობელი მარიამ ავედრებს მათ ვისაც უყვარს მისი ძედა ღმერთი უფალი იესო ქრისტე. უყვარს თავისი წილხვედრი ქვეყნები. ჩვენმა ისტორიამ დაამოწმა ღვთისმშობელ მარიამის განუსაზღვრელი სიყვარული ჩვენი მოდგმის მიმართ, იბერთან მოდგმისა. აი ჩვენ ამის ერთგული უნდა ვიყოთ. ჩვენი წინაპრების ტრადიციები უნდა გავაგრძელოთ. მათი სწავლება, მათი სარწმუნოების მოწაფეები უნდა ვიყოთ და არა მათი. ესენი დღეს არიან, ხოლ არ იქნებ ნახე რა მალე მოეხაზათ ეს სიტყვა მინდა ვიხმარო, ხელისუფლება რო შეიცვალა. ყოლაფში არიან უკვე. ეს ყიანყრალი დაწესებულება, რომელიც ამარაგებდნენ და ესე იგი ამზადებდნენ უცხო ქვეყნებში ფაქტიურად შეჭრას, რევოლუციებს, გარყვნილებას, ანუ სексუალურ რევოლუციას და სხვა, ყველა ესენი გვერდზე მიწიეს. ზოგიერთ საციხეთ აქ ეხლა იქ შეერთებულ შტატებში საქმე. აი ესეთი დროებითია მათი წარმატებები. ჩვენ იმას უნდა შევუდგეთ, ვისი ნებაც, სწავლებაც და მოქმედებაც არის წყაროვანი და შეუცვლელი. მამას, ძეს და სულიწმინდას და ყოვლადწმინდა დედას. და მადლობა 1000 უყავს ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, რომ ღვთისმშობელი მარიამი ჩვენი წილხვედრია. აი ამ ტაძარშიც კიდევ ერთი ზეიმია მისი ახალი სხვა ხატის ყოველთა დედოფალის შემობრძანებით. და ღრმად გწამდეს, რომ აი ახლაც ამ საუბარში იგი ჩვენ შორის არის. რა თქმა უნდა, ხორციელი თვალი ჩვენ ვერ ხედავთ, მაგრამ თუ ღმერთი ინებებს, არა მარტო გონების თვალით, ხორციელი თვალით, არათუ ღვთისმშობელ მარიამს და წმინდანებს, წეციურ ძალებს, ხელთუქმნელ ნათელსაც კი ვიხილავთ, როგორც დიდი ღვთისმეტყველი გრიგოლ პალამაოს, მაგრამ სამისო საჭიროა განწმენდა საგვარეულო. აი ახლა მე რომ ნებისმიერ ქვეყანას თვალებზე ხელი ავაფარო, ვერ დავაბრმავებ, მაგრამ ვერც დაინახავს მეორეს ხელი. ჩვენ გვაქვს პოტენციურად შესაძლებლობაში გონების თვალი მოცემული, მაგრამ ხელი გვაქვს აფარებული ჩვენი ცოდვების სახით. გამიგეთ საგვარეულო. ეკლესია სულ ამას შემოღაღადებს. შეინანეთ, განიბანეთ, განიწმიდეთ. რომ ახალი კაცი
აღმოშობოს უფალმა შენში. და გულისხმობ არა მარტო ნათლისღების, ნათლობის საიდუმლოებას ერთ შვილთაგანს, არამედ გულისხმობ ყოველ სინანულსაც, აღსარებას, იმიტომ რომ როგორც დიდი მამა იოანე უხველი, მსოფლიო მამა და მასწავლებელი ამბობს, ყოველი გულითადი, გულის შემოსვლებით გამოთქმული აღსარება, ანუ სინანული არის ახალი ემბაზი, ახალი ნათლობაა. საკუთარ წრეში სინანულისა განიბანება ადამიანი და ახალი ადამიანი აღმოიშობა. როგორც დიმიტრი როსტოველი იტყოდა, სულიერი არწივები ამოფრინდებიან ქრისტიანული ემბაზიდან. არწივი კი რა, მაღალ სივრცეში ნანაობს და დედამიწაზე თაგვი რა არის, იმასაც კი ხედავს, არაფერი გამოეპარება. დასტური მისაა, რომ უფალი სრუნავს ყოველი ადამიანის ხონებაზე, თვითონ თავად ნახეთ რა საბრალობელი ხმით ამბობს. მე ყოველი ადამიანის გულის კარზე. ცივსა და ქვეყნის შემოქმედია, ანგელოზები ვერ მიხედვენ მის დიდებას. და როგორ საბრალობელად გლახაკივით ამბობს, ყოველი ადამიანის გულის კარზე ვრეკ, ანუ ვაკაკუნებ. ეგების ვინმე მისმინოს და გამიღოს გულის კარები და თუ გამიღებს მე ქრისტე მაცხოვარს. მაშინ ჩემთან ერთად მასში მის გულში, მის არწივაში შევლებ მამაი ჩემი ზეცათაი და სულიწმიდა ღმერთი. ადამიანი გახდება ღმერთშემოსილი, ყოვლადწმიდა სამების სადგური. ეხლა მოდი ესეც ვიკითხოთ, რატომ რეგს ჯოჯოხეთის კლიტენი შეფქნა და შელეწა ჯოჯოხეთი, ადამიანი რა არის, ღვთის გამარისხებელი არსება დღეს მის გულზე მორიდებით რეგს, რომ არ შეაწუხოს ზედმეტად. რატომ? იმიტომ რომ მან ადამიანი ყოველი შექმნა თავისუფალი ნების მქონე არსება. ამით არის ხატი ღვთისა ადამიანი, პირველ ყოვლისა. ამიტომ მის ნებას არ აქვს განსაცდელებით, ავადმყოფობებით, გონებაშიც ელაპარაკება ხშირად, განშის, ფათერაკებით, ქვეყანაში რაც ხდება, რაც მის გულში ხდება, ოჯახში, საზოგადოებაში ცდილობს დააფიქროს ჭეშმარიტებაზე. და თუ ადამიანი დაფიქრდება, მეტადრე ქრისტეს წმინდა სხეულს მიაკითხავს, ანუ ეკლესიას და განუღებს გულის კარებს, უფალი შედის მასში. ახალი ადამიანი იბადება, უკვე როგორ იზიარებდა იმ მერკანტილურ შეხედულებებს დაკნინებულს, როგორ სოდავდა და რაც მთავარია, როგორ ხალატობდა უფალს, რომლის სული უკვე შეიცნო როგორია, როგორც ესაიას პირით ამბობს, მამა თავის ძეზე და ღმერთზე. ისეთია იესო ქრისტეს სული, ბრტყინავ პატროქს არ ჩააქრობს და ლელწამს არ შემოსავს, არ გასტეხს. აი როგორია სული ქრისტეს. მაგრამ როდესაც იგი მოვა მეორედ მოსვლით, არა უკვე დამდაბლებითა და ჯვარცმით, არამედ განჟად ცხოველთ, ანუ ცოცხალთა და მღვდართა, იქ მოუდრეკელი იქნება უფალი. იქ აღარ შედის სინანული, რომელიც მეორეშობა ყოფილა, ცრემლი, აღარაფერი აღარ შედის. ის რაც ყველაზე ძვირფასია ქრისტიანობის დედამიწაზე ადამიანის, იქ უკვე აღარაფერს არ ნიშნავს. სამისოთ შენ მოგცა ღმერთმა ცხოვრების წლები და აწლეულები. შენ არ ინდომე, არჩევანი გააკეთე. ეს მისი ნება, ეს მისი არჩევანია, დღეს ამბობენ ეს სრულგარკვეული ადამიანები, რომელიც არც იციან რას ამბობენ სინამდვილეში. კი, შენი ნება იბოზე, იმროშე, იმამათმავლე, ფული იპარე ხაზინიდან თუ კერძო პირებიდან და ასე შემდეგ აღარ ჩაყვები. იყავი ნებიერი თამამი და განცხრობდა მას მიყოლილი. იქ რომ მიხვა გამოთქმა უბრალოდ ასეთი, 4-ად მოიხრები ღმერთის დიდების წინაშე. სანამ მოხდება, უკვე შენი გარდაცვალება შენთვის უდიდესი განსასწრელი იქნება. წმინდანები ნატროდი მოვედ უფალო და გამიყვანეო. უფალში იყვნენ უკვე და უფალი ბაჩი იყო. ესები ინატრებენ ანასე გონიათ, ამათ რომ არადროს მოკვდებიან, ეგრეთ წოდებული ცნობადი სახეების კვდებიან, პოპულარული პიროვნებები, დიდი ძალაუფლების, დიდი ქონები, რა არის დაწაიღესთან. არის არაფერი, გარდა სირცხვილისა და ცოდვებისა. რატომ არ ფიქრობენ რომ ისინიც მოკვდავები არის? აი ისიც არ აფიქრებს. ეშმაკი ართოს. ყველანაირად თუ ადამიანმა ყველაზე ძვირფასე და არსებიცი არ იფიქროს. მომავალ საუკუნოვან მარადიბულ ღვთელზე. ერთობი გოდაორში, ლიკაში, ბაკურიაში, რაღაც სპორტული შეჯიბრებებიც არის უკვე. მანქანა იქაც როგორც აქ არის საცობები, იქ არის საცობები. ღამის კლუბებში
რესტორნებში ქალები შედიან, ხარებივით სვამენ. მათ შორის არაქსი. კარგი რა უნდა გაიგოს ღვთისმოსავლა დედაკაცმა რესტორანში. სურმავი არ მივიდეს ამ მისნით. კარგი რა უნდა რა მაგალითები უნდა აიღოს იქ. დედები არიან ეგრეთ წოდებული დიასახლისები, სახლში სადილს აღარ ამზადებენ. კაფეში ან რესტორანში ჭამენ ან შეკვეთილები მოაქვს და იმას ჭამენ. მისი ხელი და რო გაკეთებული და მოტანილი. სიყვარული აღარ აქვს. აღარ ჩვილების, აღარ ქრისტე მარტო ახლა ქალებს რომ მივადექი არა თქვენი ხე. კაცებიც ესევე არიან გადაგვარებულები. შვილები ვერ იცნობ და ვერ იტყვი რომ ის შვილია დედის ან მამის. დანარჩენზე არ მითხრა საუბარი. უფალი ჩვენი კი მიუხედავად ჩვენი ღვთის გამარისხებელი ცოდვებისა პოვებს სოცხლებში. ის ამბობს ერთ-ერთ ფსალმში წინასწარმეტყველი. სისკარსაც მოსყვედი ყოველთა ცოდვილთა ქვეყანისა. წამის ყოფა შეუძლია ნებისმიერ ადამიანის სული გაიყვანოს. და რატო აყოვნებს? სინანულის დროს გვაძლევს. მარტო დროს კი არ გვაძლევს. მადლს გვაძლევს. როგორ? ცხოვრებაში რო რაღაცები ხდება, არის საკუთარი და მიიღე და მადლიერების გზნობა, მადლიდან მოდის, გიჩნდება. ან ავადმყოფობა შეგატყვია, მე ასეთ ავადმყოფებთან ერთად დავდივარ. საერთოდ არ ფიქრობ და იცის სულის ხონება რა უყვდავება და როცა ხედავე რომ ვერავინ ვერ შველის, ვერც სახელოვანი ექიმი, ვერც თავისი ფულები, ვერც თავისი ავეჯი და სასახლეები, მე ფიქრდება რომ ერთმა პირდაპირ მითხრა რა მიმაქვს და რაზეც რონალდიო თუ რა სისულელეებს და რა მიმაქვს თავი მადლობა ღმერთს რომ სიკვდილი მალე გარდაიცვალა სიკვდილის ესე იგი ეზიარა შეინანა ასეთი გულახდილი აღსარება იშვიათად მომისმენი იქოს შუახნის დედაკაცი ქალურ ორგანოების სიმსივნე ჰქონდა და რამდენიმე დღეში ის გარდაიცვალა დიდი საგზალი წაიღო ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცით და სისხლით ამით გარდა მაგისა ამ აქტით ასე თქვა ზიარებს აჩვენა რომ ის ქრისტესთან დადგა. იმიტომ რომ ზიარების სახით წმინდა მამები გვასწავლენ არა მარტო ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცი და სისხლი შედის ადამიანში, არამედ თავად უფალი ღმერთი შედის თვით ანგელოსთათვის მიუწვდომელი სახით. როგორი თანამდებობა შედის ადამიანის პირის პოტენციაში, რომელიც ხარალია სინამდვილეში. სიმხრალით არის მარტო საჭლის მონელების სუნებს და კი არ გულისხმობ იმდენად. იმენა ბილწობას როგორც აი ამ რევოლუციონერ ქალებს მოусმენთ როგორ იგინებიან კანასკნელი სიტყვებით კაცები არ იგინებიან დღეს ასე რებს ლაპარაკობენ რა ქალი იქნება ეს რა დიასახლისი რა ცოლი და რა დედა მიუხედავად ყველაფრისა თუ ადამიანში სინანულია რამდენად ძვირფასია სინანული კიდევ ერთხელ მიაღწევ ყურადღება შედის ჩვენი მხრალი პირის პოტენციაში გაივლის ფინსურ სიგზაგებს ნაწლავი რო ქვია კუჭი მე როგორ ხდება მისი შეთვისება ეს ჩვენ არ ვიცით ეს არის საიდუმლოება და განეფინება თუ რწმენით მიიღეს და სინანული არა მარტო სულს მადლი სიარების მიერი არამედ ადამიანის ხორცსაც, ანუ სხეულს. ამიტომ არის ხშირად სიარების შანს ადამიანები იკურნებიან. თუ გულის შემოსულებით მოვიდა და არა უბრალოდ თუ მოვიდა როგორც ასეთი. ჩვენ არ უნდა გაგვიგვერდეს სუფლის ასეთი თამდავლობა, რომ ამ სიბინძურეში შემოდის ჩვენში. მოდი პირდაპირ თქვა. რადგან ჩემი უფალი, როდესაც შობით მოვიდა სულისაგან წმინდისა და მარიამ ქალწულისაგან, ორთავაზრით ხშირად გვითქვამს იყო მეფის შთაომავალი. არ გაჩენილა არც მეფის სასახლეში, არც დიდებულისა. გააშთა საჭღად ბეთლემს იქით ყრუველზე, პირუტყვის სადგომში და პირუტყვის ვაგაზე მიიწვინა. ხო ის საოცრება, ხო ის საკვირველება და თამდაბლობა იქადაგა დაბადებისთანავე. თავისი შობით როგორც ასეთი, მან უკვე იქადაგა თამდაბლობა და იქადაგა ის, რისთვისაც მოვიდა და ვისთვისაც მოვიდა. ანგელოსთა პირით. იმიტომ რომ ახლა ჩობილი იყო, ეხლა თქვენ ახლა ჩობილი არ ლაპარაკობს. ამიტომ არის რომ მიიღო ადამიანურმა ყველაფერი გარდაცვალეს, ადამიანურ ბუნება დაემორჩილა და არ უნდა ლაპარაკობდეს. ახლა ჩობილი ერთი დღის არც ის არ ლაპარაკობს, განაარძალოს, ის ხომ ღმერთია, მაგრამ არა შემოვიდა რა ამ სამყაროში, ყველივე მიიღო ადამიანურ გარდაცვალვისა, კიდევ ერთხელ ვიტყვი. დაემორჩილა ადამიანურ კანონებს, შულიც აღასრულა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ მან არასაკუთრებით ერთი დღის შობილმა ქრისტემ მაცხოვარმა არამედ ანგელოსთა რომლების სახურსულებად შექმნა თავად მან შორის ღვთისა და კაცისა
უბრძანა და აგალობა, აწინასწარმეტყველებინა ის რისთვისაც მოდის ქრისტე, რისთვისაც იშვა ქრისტე. კეთილ რა იგალობეს. წყემსები თავ დავიწყებით უსმენდნენ და უყურებდნენ, უჭრედნენ ამას. უყურებდნენ ცოტა უხეში სიტყვა, უჭრედნენ, ჭრედა იყო ეს დიდების ხილვა. დიდება იმ მაღალთაში ნაღმერთსა, ქვეყანასაზე და მშვიდობა და კაცთა შორისადო. მისტიურად სივრცეში ამ საგალობელში ანგელოზე მათ ჯვარი პატიოსანი გამოსახეს. აი რისთვის მოვიდა ქრისტე. და იშვა თუ არა, დევნაში მოყვა. იროდ აგრიპა ეძებდა მის სულს. და ისეთი ჟინი ჰქონდა და გაბოროტება, რომ 14,000 ყრმა, სხვა გადმოცემით 154,000 ყრმა ბეთლემისა და გარეშემო სოფლების ამოწყვიტა, რომ ერთი მათ შორის ახლაჩობილი ქრისტე ყოფილიყო. აი როგორ დავხვდით ჩვენთან მოსულ მესიას. რჩეულიერი შვილებმა ბარაბა ამჯობინეს, ჯვარს აწვეს, ჩვენ დღეინდელად დღემდე ჯვარზე ავყავს უფალი ჩვენი ცოდვებით. იმიტომ რომ ღვთისმშობელი მარიამ ერთ-ერთ გამოცხადება ჩემს რომ ყოველი ადამიანი რომელიც ცოდავსო და გადასდება ქრისტეს ჩემი ძისა და ღმერთის ნევეს ხელახლა აღყავს ჯვარს მისთვისო. ხედავ ჩილო რა ყოფილა ჯვარს ცოდვა, ცოდვიანობა, მეტად რიგ განუწყვეტელი. ჩვენ როგორც ქრისტეს მკვლელები პირველ ყოვლისა ასე გავსამართლებით ღმერთის წინაშე. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. ეხლა ყველანი გაჩვენებული ხარ, სიმყუდროვია ტაძარში. ცდილობ გულისხმიერად მოისურვოთ, რა ჩვენი არ არის. ჩემი აქ მხოლოდ პიროვნების თავისუფლება და ის რაც მე მაქვს, როგორც ასეთი 68 წლის ასაკში მოპოვებული. ღვთის სიტყვა. ამას ისმე. აქედან გავა ისევ შრიამოლი ატყდება. გნიასი, წრიალი, რა ვჭამო, რა ჩავიცვათ. როგორ მოვივხინოთ? ამას ამბობს უფალი დადარდიანებული ხმით 20 საუკუნისიდან წარმართებებით, ხოლმე ამაზე ზრუნავენ. ჩვენ ჭამას მისთვის და ხორცელი სიამოვნებისთვის როდი გაგვაჩინა უფალმა. ჩვენ თავად უფალმა როცა თავდაპირველად შექმნა პირველ ადამიანები ადამ და ევა, ჩვენ სხეული მოგვცა, მაგრამ ამ სხეულს არ ქონდა ის თვისებები, რაც ჩვენ გვაქვს, ამ ხრწნად სხეულს. უხრწნელი იყო, რატომ? ღვთიური დიდებით იყო დაფარული. და როცა შესწოდა ადამ და ევა, მე შემოხდა ამ შემოვიდა სიკვდილი წუთის სოფელში და მოკვდავი გახდა ჩვენი სხეული. რას ნიშნავს მოკვდავი გახდა? კი, სხეული თავისთავად ხდება, იხსნება მიწასაგან, მიწაში ბრუნდება. სული უკვდავი ტოვებს ამ სხეულს. აი ეს არის გარდაცვალება, უფრო მკაცრად რო ვთქვა. სული ამით არ ხდება, ამით ხდება მხოლოდ სხეული. სული, მაგრამ იმდენად ვართ ამ სხეულს შეჩვეული. ესე იგი მის თვისებებს, ჭამასმა, განსხვობა და ასე შემდეგ ხორციელ სიამოვნებებს. რომ ჩვენთვის ტრაგედია და ჩვენ ამას უწოდეთ სიკვდილი. მადლობა ღმერთ, სასავით ღრმა ქართულ ენაში არსებობს სხვა სიტყვა. გარდაცვალება. რას ნიშნავს? ადგილის ცვალებას. როგორც პავლე მოციქულებს დროებითი მიწიერი სახლიდან, ამ პატარა ტაძრიდან ამოდის სული და გარდასახდება ღმერთის წინაშე, ვიდრე განაჩენს მიიღებს. თუ 60-ის, თუ ჯოჯოხის სახით. რასაც დასწესავს საგვარეულო მიწაზე, იმას მოემკის ეცაში. ბევრსაც პატიებს თავის კაცმოგვარებით ეკლესიის ლოცვას ითვალისწინებს, ახლობელს მოწყალება გაიგო შენ სახელზე, თუ ილოცა თუ უსის ხომ სხვერპლის შეწირვისას მოგისა, ამას უფალი ყველაფერს გაითვალისწინებს, მაგრამ ასე არ მოხდება, რომ უნანელი ცოდვილი სავსებით ცხონდეს და შევიდეს სასუფეველში. ჯოჯოხეთში შევა, მაგრამ ამ ყველაფრის გათვალ ვინც შევა ჯოჯოხეთში, დიდი შრომა ექნება იმასთან შედარებით, ვინც უფრო უღრმეს შრეებში, ასე ვთქვათ, ჯოჯოხეთს ვთქვათ, გენიაში იტანჯება. ხოლო მეორედ მოსვლის შანსს საბოლოოდ მოხდება რა აღდგომა და განკითხვა ყოვლისა სოფლისა და ყოველი ადამიანის, ადამიანიდან ვიდრე უკანასკნელ ადამიანამდე, მაშინ კი განაჩენი იქნება საბოლოო. ანუ იმედი, თქვენ როგორ იტყოდით ხოლმე შანსი. რატო ამბობ შანსს, როცა არსებობს კარგი სიტყვა იმედი? ბევრი ისეთი სიტყვა შემოვიდა, რომლის საჭიროება არ არის ქართულში. იმიტომ რომ მასზე უფრო ღრმად გამოხატავენ ქართული სიტყვები ამათვე მცნებას. უცხოური სიტყვის ხმარება იმ შემთხვევაშია გამართლებული, ეს ჩვენ მანკიერი მეც ამაქვს სამწუხარო თქვენსაგან, როდესაც შესატყვისი არ არსებობს ქართულში. და მაინც რომ ხმარობთ, ეს ჩვენი სნობიზმია. ესე ვითომ განათლებულები ვართ, პროგრესულები ვართ. და ასე მივედებით, მოვედებით სიტყვების ბრახა. ბევრ მათგანს რომ კითხო, სინამდვილეში არიციან ესა თუ ის უცხოური სიტყვა, რომელსაც ხმარობენ. შინაარსი არ ესმით სინამდვილეში. ყური მოუკრავთ და როცა ადამიანს ახასიათებს ქარაფშუტა როცა და რა თვითყოფადი მოდა საკულა. არსებობს
მეტყველების მოდა, ჩათულობის თუ არ ვიცი, ალბათ რომ გახდილობის უნდა დავარქვა, გახდილობის მოდა. არსებობს მოდაშია დღეს სექსუალური გაუღმართებანი. აი სოროსი აფინანსებს როგორც ეს ულტრამილიარდერი, ებრაელი წარმოშობით. ეს არის მარაზმატული პიროვნება, ასე უწოდებენ მას დასავლეთშიც კი, ევროპაში და ამერიკაში. ეს სექსუალური ფანტაზიები მისი ფულებით ფინანსდება. თქვენ რომ იცოდეთ, აქამდე ყოველ შემთხვევაში ფინანსდებოდა და ეს რევოლუციები და ძირითადში მისი ფულიდან მოდიოდა. ამ გახსნილმა მოხუცმა აღარ იცის როგორ გახსნას კიდევ კაცო. ეს არის სატანის ანგელოზი პირდაპირ მნიშვნელობით. მაგრამ რა კი ღმერთი ტოვებს ცოცხლებში, მათ შორის სოროს, ჩანს უფალი ჯერ კიდევ აძლევს დროს. ჩვენ ვართ მორწმუნე. ჩვენ უნდა გავარჩიოთ ცოდვა და ადამიანი ცოდვილი. ცოდვილი ადამიანი უნდა გვიყვარდეს და თანაუგრძნობდეთ და ვცდილობდეთ თუ ლოცვით, თუ ვიცნობ პირადად ხილები თუ სწავლები, რომ გონს მოვიყვანოთ. ჩვენ უნდა გძულდეს ცოდვა, რომელიც არის ჩათესლილი მათ შორის სოროში და თვითონ ჩვენთანაში. ზოგში მეტად, ზოგში ნაკლებად. მაგრამ ყველა აკით ავში თქვი საჭიროებს კრონებას ღვთის მადლით, რომელიც ღმერთმა თავისი მწნელი ბნებები მოგვიპოვა. წარმოს ტევნაზეცა როგორც იყო ნაწინასწარმეტყველების საუბრში და ეს მადლი, რომელიც წარხოცა ერთმესამედ ანგელოზებს, მისცა წმინდანებს. დაცემული ანგელოზების რიცხვი შეეცემა წმინდანთა მიერ. და როდესაც უკანასკნელი წმინდანი შევა სასუფეველში, აი მაშინ ექნება ადგილი დიდებით დაბრუნებას. მაგრამ ეხლა წარმოიდგინე, რომ ადამიანმა საერთოდ არ იცოდეს სწავლება მეორედ მოსვლაზე. ალხეინად იქნება. კაცი შვილმა არ იცის როდის იქნება, იქნება, არ იქნება. ამიტომ ღმერთმა ბევრი ნიშნები მოგცა, რომ ეს ნამდვილად იქნება. მათ შორის წინასწარმეტყველებში, მაგალითად, ქვეყნიერების აღსასრულე მახვილდება მიხვდებით იმით, როდესაც შეიქმნება ევროსახლი თავდაპირველად 12 სახელმწიფოდ მერე და მერე მიემატებიან გასაოცარი სიზუსტი, 5 წმინდა მამა სხვა ეროვნებით, მაგრამ ყველა აღმართებელი ნილოს მდინარის დაწყებული და ესე იგი ნეოფიტე კონსტანტინოპოლით დასრულებული თუ რუმიდელისა ერთხმა სხვა ეპოქის შვილები და ერთი ღმერთის მოწაფეები ამბობენ 1992 წელს ევროპის კონტინენტზე თავდაპირველ 12 სახელმწიფოს აქ პაროდია ქრისტეს 12 მოწაფის ეშმაკის მიერ შეიქმნება ევროსახლი. როდესაც ეს მოხდება, იცოდეთ, მალე იქნება ქვეყნიერების საქმე. მანამდე რა იქნება? ესე იგი ომები და ამბავი ბრძოლათანი. რაც მიმდინარეობს. რომელსაც უკვე ამბობენ, რომ ეს ომები გადაიზრდება მესამე მსოფლიო ომში. კიდევ რაც ვიხადის მომავალი ვინ იცის? ავიღოთ თუნდაც იგივე გრენლანდია, არა მარტო რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც სურს კანადა და კიდევ რა ფანტაზიები გაეღვიძება ვინ იცის? ეს უმრად არ მოხდება. მაგრამ ეხლა უკვე გაისმა, რომ გრენლანდია სჭირდება რუსეთზე თავდასხმისთვის, შეერთებულ შტატებს და ასე შემდეგ. ეხლა ზოგიერთი მამაყარდა ეს პოლიტიკა ერთ-ერთს დავიწერო პოლიტიკის გარეშე ვისაუბრებ. არ არის დღეს ადამიანი აპოლიტიკური. ჯერ კიდევ თომას მანი ამბობდა მეთქი მე-20 საუკუნეში, როცა მოახლოვდა მეორე მსოფლიო ომი. დღესაც არავინ არ არის. ილიკო, ილარიონი და ჩვენ ყველანი საუბრობთ მეტად პოლიტიკაზე, იმიტომ რომ ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ. როდესაც ჩვენ თვალწინ ხდება ეს მრისხანე მოვლენები, ანუ ახდენა წინასწარმეტყველების, ჩვენ უფრო გაფრთხილებულები ვიქნებით. და წმინდა მამები გაგეყიდებათ, იმდენად უყვართ ადამიანი, რომ კონკრეტულ დაიგებასა, ყოფითსაც კი გვაძლევენ, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ამ ნიშნებს ვიხილავთ. ერთი ნაგლეჯი მიწა მაინც იქონიათ სოფელში. მზები დარგეთ ჩრდილოეთის ხარეს, წყლებს იზიდავენ, იმიტომ უწყლობაც იქნება ეს პრობლემას დედამიწას. უკვე ნიშნები არის ბევრ ქვეყანაში, რომ თავზე გადავდის და უცხოელებს მივყიდეთ წყალი. ასე როდი ხდება სხვაგან, მრავალ ქვეყანაში, აფრიკის პირობებისა და აზიის. კეთილი რომ რისთვის, რატომ უნდა შეიძლება, რომ ანტიქრისტეს წეული მეფობისა, როცა ელექტრონულ საკოლთაო კონტროლში მოაღწევს, ეცდება ყველა ადამიანი და ვერავინ ამ ნიშნის გარეშე ანტიქრისტეს ვერც იყიდეს და ვერც გაყიდეს, ანუ შიმშილით სიკვდილით არის თითქოს განწირული, თქვენ გქონდეთ თქვენი პატარა ბოსტანი, გქონდეთ წყალი ბზის ძირებში, როგორმე გადაირჩნოთ სული, თუნდაც ტალახი მოზილეთ, როგორც კი მონაზონი მაკარი ამბობს, ჯვარი დასახეთ ილოცეთ და უთხრესპურებად შეგერგებათ. ჩვენ ღმერთი არ და ვინც ჩვენთაგან ღმერთს არ დატოვებს, მიუხედავად ამ გაჭირვებებისა, ცთუნებებისა, სასტურებისა, მას ღმერთი არ დატოვებს. გახსოვთ, ამას წინათ გაგაცანით ორჟილ ამოგიკითხეთ ერთ-ერთი თანამედროვე მამის
გამოცხადება კუნძულ პატმოსზე, სადაც იოანე მახარებელს ჰქონდა აპოკალიფსური გამოცხადება, 5 კონტინენტის ანგელოზი ნახა და უწინასწარმეტყველეს რა მოვლენები კონკრეტულად რომელ კონტინენტზე რა მოხდება. მაგალითად სამხრეთ კავკასიაში ახლო აღმოსავლეთში სისხლის ტბორებია, დიდი ომები იქნება აქ. ეს უკვე ჩანს სომხეთს აიარაღებს საფრანგეთი, ირანი მათ მხარს უჭერს, აზერბაიჯანს თურქეთი, დასავლეთს ნატოს ბაზები აქვს უკვე თურქეთში, თავისი ინტერესები აქვს გეოპოლიტიკური, რუსებს თავისი. და ბრძოლის ველი არის სამხრეთ კავკასია და ახლო აღმოსავლეთი. ეს უნდა ვიცოდეთ, მაგრამ იქ რა წერია, რისთვის მომაკვდა ეს წინასწარმეტყველი. დაიკითხა ეს მოძღვარი თანამდებობით. კი, მაგრამ შენ მორწმუნებს ამ საშინელ განსაცდელებში დატოვებო, მე ჩემს მორწმუნეს ანგელოზის პირობ, ხო? არასდროს არ დავაგდებ, არასდროს არ დავტოვებ. მე მასთან ვიქნები. ეს რომ ვიგრძნოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ უფალთან. ადამიანი თუ ტლუარი, ურწმუნო და სხვა მიმართულებით როგორ უნდა იღწოს უფლის სიახლოვე? არ შეძება. ძალიან შორს გადავთხოვნა სიტყვა, მაგრამ ვფიქრობ არც თუ მოადგილოთ და უნიზნოთ. ეხლა საკუთრივ ერთ-ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ წმინდა ღირსმოწამე ევდოკიას ცხოვრებიდან. ნიშნად იმისა და დასტური იმისა, რომ ღმერთი შეეწევა ყოველ ადამიანს, ყოველი ადამიანის მოქცევა და ჭეშმარიტების სახელის გაყენება უნდა. ეს იყო პირველ საუკუნეში ქრისტეს შობის აკეთი. ქალაქ ილიოპოლში ჩვენ რომ ვახსენეთ, ცხოვრობდა ერთ-ერთი წარმოშობით სამარიტელი დედაკაცი. გარეგნობით იყო ულამაზესი. მან გარეგნობა გაიხადა შემოსავლის წყაროდ. სიძვის გზით დიდ ძალის სიმდიდრე დააგროვა, ჩავიდა მე ილიოპოლში, იყიდა ძვირფასი სახლი და აგრძელებდა ნებიერ განსხვავებით ცხოვრებას. მაგრამ ღმერთმა იგი არ უგულებელს ხო. რადგან ყოველივე უწყის ღმერთმა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რაც კაცია, იცი შინაგანი კაცი როგორია. და ერთხელაც შორეული ქვეყნიდან მოეშურება ერთ-ერთი ბერი გერმანე, რომელსაც ილიოპოლში როდესაც შევიდა, შემოაღამდა, იკითხა, სად შეიძლებოდა რამის გათება და მიასწავლეს სახლი, რომელიც ნაწილი თავის სახლის გაქირავებული ჰქონდა სასტუმროდ. იქ ეხლა მას ბევრი არაფერი გააჩერდა, ამიტომ ძალზე პატარა რაჭულად ვთქვათ, ოთახუკა შეხვდა, ოთახი დაკნინებული ჰქონდა, ძალიან პატარა ოთახი, მეც ვერ გადაიხდიდა. მთელი ღამე მან გაატარა ლოცვაში. შემდეგ კი გათენებისას დაიდო მუხლებზე წიგნი, რომელსაც განუყრელად თან ატარებდა, ეს იყო წმინდა მამათა დარიგებები და ხმამაღლოდ დაიწყო კითხვა. თუ რა ემართება ცოდვილ ადამიანს, თუ კი არ შეინანებს, როგორ წარწყვდება ჯოჯოხეთში, რა საზარელია ეშმაკთა გამომეტყველებაც კი იერსახე და ასე შემდეგ. მეორეს მხრივ იყო დარიგებები, თუ რა არის სამოთხე, რა სულიერი მდგომარეობა, რა სავანია უფლისა, რა ადგილებია მასში, როგორც უფალმა, ადგილები მრავალ არის ჩემი ზეციური მამის სახლში, როგორია ანგელოზი, მთავარ ანგელოზი, რა დანიშნულება აქვს ისაგან, რომელ ანგელოზს რა მადლი, ძალაუფლება და ხელმწიფება მისცა ადამიანზე. აი ჩვენც ეხლა ხან ვთარგმნით, თვენახევრის წინ გამოვეცი წიგნი 7 მთავარ ანგელოზს. გამოწვლილვით არის ლაპარაკი ვის რა ბუნება და რა დანიშნულება აქვს ღვთის მიერ. და ყველა ესენი არა მარტო ღვთის წინაშე არის მსახურსულები, არამედ ადამიანისთვისაც დადგენილი არიან მსახურსულებად, შეწევნად. არა მარტო პირადი ანგელოზი, რომელსაც ნათლისღების იღებთ, არამედ ყოველი ანგელოზი თავისი ბუნებით ხელმწიფებით. არა მარტო ცალკეულ ადამიანებს, არამედ ქვეყნებს, ერებს და ასე შემდეგ თავისი მფარველი, აი რომ ჩვენ ვახსენებთ 5 კონტინენტის ანგელოზიც კი არსებობს და სხვა. ხოლო თელს ქვეყნიერას ზედა მოსდგომიან მთავარ ანგელოზები მიქაელი და გაბრიელი, რომელთაც უშუალოდ იხსნეს ანგელოზთა 2/3, როცა სატანა აცტუნებდა ლუციფერი დანარჩენ ანგელოზებს და გარდა მოსთხრიეს უშუალოდ ზეციდან დედამიწაზე. ამიტომ ღმერთმა ეს ანგელოზები დაადგინა ზემდგომ ანგელოზებად, ყველაზე მაღლა დააყენა ანგელოზებისა. ნუ მოკლედ ამ ყველაფერს კითხულობდა გათენებამდის.
ანუ იყო მოღვაწე, განდეგილი იყო და ეპისკოპოსის კურთხევით შორეულ ქვეყანაში წავიდა, აღასრულა რაც დაევალა და გზად მოდიოდა ელეოპოლში და თურმე ოთახი, რომელშიც ის იყო, ყველაზე უსარგებლო, ასე ვთქვათ, იმ სასტუმროში, მხოლოდ პატარა ხის ფიცრით ყოფდა იმ საძინებლისგან, სადაც იძინებდა ხოლმე ევდოკია. შუა ღამისას ხმაზე გამოეღვიძა. ყური მიაღო. ერთგვარად ვერ გაერკვა. ეგონა რომ სიზმარში ესმოდა ეს ხმები შეძრწუნდა ყოველივე იმისგან, რაც მოისმინა. მთელი ღამე, რაც დარჩა გათენებამდე, წამომჯდარი ლოგინში ისმენდა ესე იგი წაკითხულს ღირსი გერმანესაგან. გათენებისას სასწრაფოდ შეიმოსა, მსახური გაგზავნა და დაუძახა ბერს. დაეკითხა, ვინ ხარ? საიდან მოხვედი? და რას კითხულობ, რასაც შენ კითხულობ, რადგან რასაც შენ დამალა ის შეძრწუნება, რომელიც ჰქონდა, რასაც შენ კითხულობ, ამაფორიაკა. წმინდა გერმანეს დაუჩნდა და ღვთის სიყვარულისთვის მოუთხოვ, ნამდვილი შინაარსი ქრისტიანობისა, ასე იგი სწავლება წარწმედაზე, სულის ხონებაზე, სულ მოუთქმელად, ასე იგი ისმენდა ამას ევდოკია. ისეთი ცინანულში ჩავარდა, ვერ სწავლებას თქვა, აი რაც შეიძლება გავაკეთო, რომ ღმერთმა მაპატიოს. და აღიარა მე აღსარებად ხო პრაქტიკულად, იმიტომ რომ წმინდა მამებია მოძღვართან ზოგიერთი საუბარი ტოლფასია მასთან აღსარებისა, იმიტომ რომ თავის საიდუმლოზე ელაპარაკება მას. ბერმა დაუწესა, რომ 7 დღე და ღამე კაცრად ემარხულა და ელოცა, რომ ღმერთს მოეტევებს, რომ მეც ვილოცებო შენთვის. ღმერთმა წყალობა მოიღო ევდოკიაზე. გოლითადის სურვილი გაუჩნდა, რომ დაეტოვებინა ცოტი სოფელი, მხოლოდ სულის ხონებაზე ეზურა. თქვენ ახლა იტყვით, რომ რა მოხდა სხვებსაც, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ, საგვარელო იყო უმდიდრესი ადამიანი, იყო ულამაზესი და მიჩვეული გარყვნილი ცხოვრება. ესე ადვილად მოიტყვით მაგას. მაგრამ მასში მოხდა ეს ფერიცვალება. ამის შემდეგ გერმანეს მოცვა კურთხევით იქაური მხარის ეპისკოპოსს გადასცა თავის სინდირი და სთხოვა, რომ ლახაკებისათვის დაერიგებინა, შენ უკეთიც ვინ არის დაჭირვებული. თავად წავიდა ჯერ მოინათლა, შემდეგ წავიდა მონასტერში, დედათა ერთ-ერთ მონასტერში და დაეყუდა და ისე წარიმართა სულიერად, რომ სულ რაღაც 11 თვის თავზე იღუმენიათ, ანუ თავის წინამძღვრად აირჩიეს. იმდენად ღვთისმსხურიერი ადამიანი შეიქმნა. სინანული ჰქონდა ღრმა და სინანულის კვალობაზე ღვთის მეცნიერებაც მიანიჭა უფალმა ღმერთმა და კეთილგონიერება. მოგლეთ მოინათლა როგორც მარსოს სადღაც 95 წელს ქრისტეს შობისაკეთ და 152 წელს დაასრულა თავისი ცხოვრება და რა გზით. მისი სახელი განეთქვა მთელ სიმხარეს. მრავალი მოიქცა მისი მაგალითით, მისი საუბრებით, მისი უწყალე წყალობის მოქმედებით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. საბოლოოდ ტრაიანეს დროს მოინათლა, ცხოვრობდა და საბოლოოდ სხვა იმპერატორის ანტონინეს დროს ეწამა. იგი შეიპყრეს ქრისტეს აღსარებაში, დევნა იყო სასტიკი თქვენ იცით და ეს იმპერატორი, რომელიც მოწყალე იყო სხვა ერების მიერ, ქრისტიანთა ერს დევნიდა განსაკუთრებულად. მათ შორის მოკლა ევდოკიაც, უარი ვერ ათქმეინეს სარწმუნოებზე, სასტიკად აწამეს და ბოლოს სიკვდილით დასაჯეს. აბა ახალგაზრდობაში ევდოკია იფიქრებდა, რომ ასეთ ღვთისმსხულიერ გზას გაატარებდა უფალი. ეს მისთვის იყო წა, არც მისწომოდა მის ხორცს სწავლება ქრისტესზე, რამაც განაფიქრა და ესე იგი დააფიქრა და ააფორიაკა კიდეს თავდაპირველად. დასასრულ ჩვენი საუბრისა 2-3 დღის წინ ვიჯეთი ჩემს საყვარელს აწერ მაგიდასთან, წმინდა მამებთან, სხვანაირად რომ გითხრა და ფიქრობდი ჩემს სიბერეზე, გარდაცვალებაზე, რა დროგაზე მეც ფიქრობდი, როგორც სიბერის თვალებში უყურებ, სიკვდილით სიცოცხლე არ მთავრდება, პასუხი უნდა მიიღო, გაგონდება სიბერეში ბევრი აღნიშნავს, შენი ბავშვობის ეპიზოდებიც კი, ისეთი რამ რაც აქამდე არ გაგახსენდებოდა. და თითქოს გასაშლელად მიგაქვს შენი სული უფლის წინაშე ამ შინაგან ფიქრებში, გულის სიტყვებში. და ჩემმა გულმა ამოთქვა ამ განშის შემდეგ ამგვარი ლექსი, სადაც ჩემი შეხედულება და სოფლგანს და გადმოვეცდა, რომელიც ფიქრობ ბევრისთვის საზიაროა და აქედან გამომდინარე ვაძლევ თავს უფლებას კიდევ ამოგიკითხვით.
ამ დროს ხშირად გაგონდებიან შენი მშობლებიც, მეტად გარდაცვლილი მშობლები. მშობელთა ხსოვნა თავშესაფარი, ხოლო საწუთრო სხვა ბობოქარი, რწმენა ქრისტეში ჭური და ფარი, თავადი სოფლის ეშმა შფოთვარი, წლები მისდევსლებს, გზას მივუყვები, რომელიც არის თავად უფალი, მასთან მისვლისას მას მოუყვები, წუთი სოფელში ვიყავ მწუხარი, რა ვეცემოდი ის მაყენებდა, მას შევსტიროდი, მან უგეშებდა, ვნებათა ღელვას დააყენებდა, როს ვინგრევდი კვლავ მაშენებდა. მიმწუხრი დადგა, ფიქრობ ცხოვრების, ჩურჩულით ვამბობ, ნება უფლის, იმედი არ მაქვს სულის ხონების, მართალი ძნელად გადარჩეს უწინ და მაინც ვბედავ და შევღაღადებ, შენ შემიწყალე უღირსი მღვდელი. რაითა მღვდელისა და ერისა ერთობით ვადიდებდი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, ას და მარადის და უგუნითი უგუნისამდე. ამენ.